თებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, სამინისტროს პირდაპირ ეთერში ვთავთ. მოგესალმებით. ბოლო ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში მზადდებოდა სამხედრო ამბოხი. ამ ამბოხის ორგანიზატორებად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გვეუბნებოდნენ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა იყო კოორდინირებული რუსეთთან და მიზნად ისახავდა როგორც მინიმუმ ნატოს სამხედრო ჯგუფების ჩასვლას და როგორც მაქსიმუმ შესაძლოა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ოპერატიულ მასალებს. მასალებზე აღმოჩენილი პიროვნება გახლავთ გია უშას-ღვალაძე, რომელიც გახლდათ თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის დელტას მეთაური 90-იან წლებში. ამ ამბოხს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ორგანიზებას უკეთებდა კობა უთანაძე. თქვენს ადამიანს შეიძლება გახსოვდეთ მუხროვანის ცნობილი პუნქტიდან, სწორედ ამ დროს ბატონო უთანაძე იყო ამ რაზმის მეთაური. ღვალაძე დაკავებულია, უთანაძე ძებნაშია. ასევე ჭვიტაელია ბატონო ზაზა მუშკულიანი, რომელიც გახლავთ ორთაჭარაში განლაგებულ სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი. ამ წუთში მუხროვანის სამხედრო ნაწილში არის ყაზარმული მდგომარეობა, იქ იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია და ამას სპეციალურების უახლოეს წუთებში წარმოგიდგენთ. სადაც საუბარია იმაზე, რომ ამხელობის ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირ კავშირი რუსეთთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. ახლა ვნახოთ კადრები და შემდეგ პასუხს გასვათ შეგვიძლია. Salvats იქნებოდი 60-80 ერთად. მივიდოთ ესე იგი შევუხოთ მუხროვანისკენ და სადღაც ერთი 2 კილომეტრად კემოს გავივლით და გავჩერდებით ჩავახოთ შუქებს. მარშრუტი ხო? ესე ორი კაცი დაგვემატება ძველი. ხო. აუღი და შევიკმულია და იკარი მოხვდა. ესე იგი ორი კაცი დაგვემატება, ახლა დაულეყავ. არიციან სად ვარ? ხომ ასეთი არ ვიცნობს. აგონი ხამრად იცოდით კალახში გაცაჭერდა. ერთი არის სიძე ჩემი ოჯახის შოთა თინიკაშვილი, მამალაძის დაცვაში ხავიდროზე, მეორე გურამ სამსონაშვილი, მუხრენის სკოლის არაშენდა კობუსთან. 60 კილომეტრზე მუშაობს. ჩვენ აქ ეროვნული გოლდი. აი, მაგმოშუდით. ჩვენ აქ ეროვნული ჩვენ აქ მარა აქ ეროვნული გოლდი ვთი არ არის ასაღებად რა. სადმოდი ამას ჩვენ უნდა მივიდეთ გადასკოლბორს გადავუხვევთ და გავჩერდებით იქ. უიარაღოთ მივდივართ იქამდე? იქამდე უიარაღოთ რა თქმა უნდა, შენ გამოიყრეს შენის. ეს კაფა. კაშულა გოჩერონ ზემეთი შარიატო. აი მე მივედით იქ მე რა ხო, ესე იგი. მე მუშკა და ამირიძე. ეხა შევხვდე მუშკას რა. იქიდან ამბობდი მაგის და შეხლა რა აი დილით ნახე. ხო და ესე ჯდებიან ტოიოტები ჰაილუქსები როა ხო იცით რა სამხრეთ და დაახლოებით ესე იგი 200-250 ეს მანქანები ჩაჯდებიან ჯარისკაცები იარაღით და მოვლენ იქ ეგენიც ამ დროს ტექნიკა უკვე გამოდის რა გამიგეთ როგორ ხდება მივარ ჩვენ ანიშენ რანიშნულობა მიმიასწრებს მივიდივარ ჩვენ ძმაო მოყოლიან ეგენ უკან ამ ჩვენ მივიდით მაგათ უკან ჩამოდის ტექნიკა და შემოვიდეთ ხოდა მე რა მაინტერესებს ავტომატები იქ დაგვირიგებენ ანგლისელები ფორმას იარას ყველაფერს არა ასკუნკები არა მაგდეს ვერ გეტყვა რა ზოგი რა შვიდი რა მოვიხმო ხო აი მინიმუმი მე შევერც ვატრევთ ეხლა მაგას იმიტომ მე ოფილური ვერ ხდები გაიგე ის ლიფჩი ვერ გაიცემ ამე გეცხორო ვეგენ მიჭირა სულ აი შეიძლება მოიტანო პროფესიონალები გვინდა ბოლოში ყველაფერს მივიდეთ იქ ამიზე მე რას ვაკეთებ შემო აი ავტომატები გაცმენდი ამ ყველაფერია ხოლმე რომ მზადყოფ საბრძოლო მოგარობაში გუში მქონდათ ვარჯიშები რა ვითომ ვარჯიშები რა ჯარისკაცები ისროდეს და შეამოწმეს ხო მაინც მე არა შეიძლება რომ აწოდეს ეხლა იქ 5 დღის უკან ხო ეს შეგაკეთე
ვიყავით ცხეთაში ძმო, იქ იჭდა 6 გენერალი. ესე იგი, კობალაძე, აღარაშვილი, ფირცხალაიშვილი, თევზაძე, უჩაძე, დაბალი გენერალი შეერაღების პროსპექტს და გიას კრიალაშვილი. კაცი რომელმაც თავის ძროხ შექმნა თეთრი გიორგი და მხედრიότητα. გენერლის ჩინია ხა, მითხეს გენერალი და კომიტი გამოვიდა. ხო, შემდეგ ისე შვიდი არის ჯემალ გახუგიძე. ეს რაც ვიცი და ვიცნა. გამიგეთ? მე ჩემს სიტყვაზე ვარ ატვი ჩაიწყო. აი რაც უნდა ხედავ ვიცნა რომ ანდერსენი ჩვენთან ერთად იქნებია? არა ჩვენ